დავიწყო? მოგესალმებით, ქალთა პარტიის დღევანდელი ბრიფინგი ეძღვნება კონკრეტულ ინიციატივას. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, უკვე შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია და მისი პირველი სხდომა უკვე შედგა 1 კვირის წინ, რომელიც განიხილავს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს ქვეყნისთვის საჭიროებროტოს და შეიქმნება კონკრეტული თემებზე მომუშავე ჯგუფები და ნელ-ნელა მოხდება ამ საკითხებზე კანონმდებლობის შემუშავება შესაბამისი პროექტებისა. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აქ იქნება რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი საკითხები ქვეყნისთვის, როგორც აღნიშნე და ერთ-ერთი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი, მაგრამ ის რომელიც ჩვენ გვინდა დავაყენოთ დღეს წესრიგში და შევთავაზოთ ამ კომისიას განსახილველად, ეს საკითხი ჩამონათვალში ყოველ შემთხვევაში არ მოხვდა. მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქალთა უფლებების დაცვისა და ზოგადად გენდერული თანასწორობის პრინციპების ძირითადი საკითხები საზღვარგარეთის ქვეყნებში არის კონსტიტუციური რეგულირების სფერო, ანუ ამ სფეროს განეკუთვნება. მოგეხსენებათ, რომ ქალთა უფლებების სხვადასხვა თემებს ეხება კონკრეტულად ეს საკითხები, საკანონმდებლო ნორმები, სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. არის გენდერული თანასწორობის საკითხი, საარჩევნო მონაწილეობის და ამასთან დაკავშირებული საარჩევნო უფლებების თანასწორობის საკითხი, არის ქალის შრომა, დედების უფლებები, ორსული ქალის უფლებები და ეს თემებია, რომლებიც როგორც მოგახსენეთ, დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებში არის სწორედ ამ კონსტიტუციური რეგულირების სფეროს განეკუთვნება. და ეს ანალიზი ცხადყოფს ამას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავისთავად ის, რომ კონსტიტუცია არეგულირებს ამ ნორმებს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პრიორიტეტული კონკრეტულად ამ ქვეყნებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები შესაბამისად თუ კი იქნება ჩვენთან კონსტიტუციაში ასახული და იქნება სპეციალური ნორმები, რა თქმა უნდა, შემდეგ ამ დეკლარირებულ კონსტიტუციით დეკლარირებულ საფუძვლებზე მოხდება შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და ნამდვილად არ აგვაქვს სურვილი ჩვენ ქალთა პარტიას, რომ საქართველო იყოს ამ თვალსაზრისით გამონაკლისი და გსურს, რომ ჩვენთანაც დედების უფლებებს, ქალთა უფლებებს არეგულირებდეს, შრომის უფლება იქნება ეს თუ სხვა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხები, არეგულირებდეს კონსტიტუცია. მე მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ზოგადად ევროპაში მე უკვე ვთქვი, რომ არის დარეგულირებული ეს საკითხი ამგვარად და მაგალითებს მოვიყვან, ეგრეთ წოდებული ძველი კონსტიტუციები, მაგალითად როგორც არის ავსტრიის კონსტიტუცია, იქ რეგულირდება კონსტიტუციით ეს საკითხები, ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის კონსტიტუცია არეგულირებს ამ საკითხს, ეგრეთ წოდებული ახალი ტალღის კონსტიტუციები ჩეხეთში და შვეიცარია, ირლანდია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში, ასე რომ ჩამონათვალი ძალიან დიდია, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებშიც, კერძოდ ბალტიისპირეთში, ტაჯიკეთშიც კი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო თუ კი ჩვენ დემოკრატიის განვითარების გზას ვადგავართ და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა, ნელ-ნელა ნაბიჯებს აქეთკენ ვდგამთ, აუცილებელია, რომ ეს საკითხებიც იყოს კონსტიტუციით დარეგულირებული. მე დღევანდელი კონსტიტუცია, რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მხოლოდ ზერელედ შეიძლება ითქვას ეხება ამას კონსტიტუცია რამდენიმე ფრაზით. კერძოდ, ჩვენ გვაქვს 30 მუხლის მეოთხე პუნქტი კონსტიტუციაში, რომელიც ამბობს, რომ არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობებს განსაზღვრავს კანონი და 36 მუხლის მეოთხე პუნქტი, სადაც წერია, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. ეს არის და ეს. სხვა ნორმას კონსტიტუცია არ იცნობს და არც გენდერული თანასწორობის თუ პრობლემატიკის ძირითად ასპექტებს იცნობს კონსტიტუცია სამწუხაროდ. არადა როგორც მოგახსენეთ, ეს საკითხი დარეგულირებულია კონსტიტუციით ბევრ ევროპულ ქვეყანაში და კარგი იქნება თუ ჩვენთანაც ეს კომისია, ჩვენ თავაზობთ კომისიას, მივმართავთ უკვე წერილობითაც ჩვენი ინიციატივით, რომ ამ საკითხებზე ვიმუშაოთ. მე ვფიქრობ, რომ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, რომელიც განხილვასაც აპირებს ეს კომისია, არ იქნებოდა ურიგო ამ საკითხსაც ეკუთვნათ და ემუშავათ. კი ბატონო. იცით, დღეს მოხდა ამის გაჟღერება და ხვალიდან მე მინდა დღეს დეტალები დავაზუსტო, როგორ რაფორმით ხდება ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა, როცა საკონსტიტუციო კომისიას მივმართავთ ინიციატივით და როგორ ხდება კონკრეტულად ეს საკითხი.